ციფრული სამყაროს განვითარებამ უამრავ სარგებელთან ერთად ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. კიბერბულინგი არის ადამიანის მიერ ციფრული კომუნიკაციის საშუალებით ადამიანის დამცირება, მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პერსონალური ინფორმაციის არანებაყოფლობითი გამჟღავნება, დაცინვა, ადევნება, შეურაცხყოფა, შევიწროება, ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, დაშინება, რაც მის გაბრაზებას, შეშინებას ან წყენას იწვევს. კიბერბულინგი ჩვეულებრივი ბულინგისგან განსხვავებით ტოვებს მტკიცებულებებს, რომელიც შესაძლოა მის შესაჩერებლად გამოგვადგეს. ის თითქმის ყველა პლატფორმაზე გვხვდება, მაგრამ ყველაზე ხშირად დასახელებული სოციალური ქსელებია Facebook, YouTube, TikTok და Snapchat. Statista.com-ის მონაცემებით 2023 წელს სოციალური ქსელების ყოველმა მეხუთე მომხმარებელმა აღნიშნა, რომ კიბერბულინგის, კონკრეტულად კი ძალადობის ან შევიწროვების მსხვერპლია. თუმცა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მოზარდები არიან, ვინაიდან ისინი უფრო დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, რას ყვება ონლაინ ბულინგის მსხვერპლი 17 წლის გოგონა. ინტერვიუ ანონიმურია. სკოლაში ჭარბი წონის გამო დაბალი კლასებიდანვე მაბულინგებდნენ. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ეს ბულინგი გადაიზარდა ონლაინ ბულინგად. კლასის ჯგუფებში ჩემს დაფოტოშოპებულ სურათებს დებდნენ და ერთმანეთს ეჯიბერებოდნენ, ვინ უფრო სასაცილო გააკეთა. მე სამწუხაროდ ვერაფერს ვამბობდი, ვერც მათთან, ვერც მასწავლებლებთან. თუმცა ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ კარგად იცოდნენ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერც ოჯახის წევრებთან ვსაუბრობდი ამაზე. ახლაც ძალიან მოქმედებს ჩემზე იმ პერიოდის გახსენება. ყოველ დღე თავის მოკლაზე ვფიქრობდი. სკოლაში წასვლის წინ საპირფარეშოში შევდიოდი და ვტიროდი. რომ ვამბობდი სკოლაში წასვლა არ მინდა მეთქი, მიზეს ვერ ვასახელებდი. ბუნებრივია არ მყავდა არც ერთი მეგობარი, ჩემს ცხოვრებას ჯოჯოხეთად აღვიქვამდი და მეგონა ყველასთვის უდიდესი ტვირთი ვიყავი. ერთ დღეს არ ვიცი რა მოხდა ჩემში, ან უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, ან ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. მოვიკრიბე ყველა ძალა, რაც გამოჩნდა და ჩემს დას მოუყევი. ის ჩემზე ბევრად უფროსია და ისეთი მადლიერი ვარ საკუთარი თავის ესნაბიჯი რომ გადავდგი, ვერ აგიღწერ. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა ძალიან დიდი შრომა ჩავდი ამ ყველაფერში. დამჭირდა ფსიქიატრთან, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტები, რადგან შფოთვები და პანიკური შეტევები მქონდა პერიოდულად. აღმოჩნდა, რომ ჩემი ჭარბი წონაც სტრესის ფონზე კვებითი აშლილობისგან იყო გამოწვეული, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერს გავუმკლავდი. შევიცვალე სკოლა, დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება და თვით შეფასება ზესრულმა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის მხარში დგომა დამეხმარა. ამიტომ ყველას ვურჩევ, ვინც ახლა იგივე მდგომარეობაშია, აუცილებლად მოიკრიბონ ძალა და გაუზიარონ ოჯახის წევრებს. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ისინი ზურგს გაქცევენ. ეს ფიქრებიც იმ მდგომარეობიდან გამომდინარე მოდის, რომელშიც ახლა ხართ. ნუ შეგწყვებათ ნურაფრის. თქვენ სამარცხვინოები არ ხართ. სამარცხვინოები არიან ბულერები. კიბერბულინგის ძირითადი ფორმები და ტაქტიკებია უხერხულობის შემქმნელი კონტენტის გავრცელება, მუქარა თვითმკვლელობისკენ წაქეზება, სექსტინგი, კიბერადევნება და ასე შემდეგ. ზოგიერთ ქვეყანაში კიბერბულინგი სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით სპეციალური ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ დანაშაულის კვალიფიცირება მუქარის, ადევნების ან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის შესაძლებელი. ამერიკელი მეცნიერები კიბერბულინგის შედეგების კლასიფიკაციას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის ნიშნით ახდენენ. საინტერესოა მოვისმინოთ ფსიქოლოგის აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა ნინი ჭაჭია. კვლევების თანახმად მოზარდთა 15-30% ხდება კიბერბულინგის მსხვერპლი, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის კი კიბერბულინგი კიდევ უფრო დიდ პრობლემად რჩება. უფრო ხშირად მსხვერპლები არიან ქალები, თუმცა ბოლო ხანებში სქესის მიხედვით განსხვავება თანდათანობით იკლებს. ზოგადად მსხვერპლობა წარმოქმნის ტრავმებს, რომლებიც შესაძლოა გრძელდებოდეს წლების განმავლობაში და ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს. მე ჩემი მხრიდან რა შემიძლია გითხრათ, როდესაც კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ, მნიშვნელოვანია სწრაფად და ეფექტურად მოიქცეთ, რათა თავიდან აირიდოთ მძიმე და ფატალური შედეგები. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, დაუყოვნებლივ ვითხოვეთ დახმარება, მიმართეთ ნდობით აღჭურვილ პირებს,
ვისაც შეუძლია ჩაერთოს ამ საკითხში და ამ საკითხზე მოახდინონ ზეგავლენა, იქნება ეს პოლიცია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც მათ შორის მხარდაჭერას გამოგიცხადებენ, აუცილებლად დაუკავშირდით სპეციალურ ხაზებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც კიბერბულინგის შემთხვევების მოგვარება ევალებათ. მეორე რაც მნიშვნელოვანი არის, დოკუმენტირება და მტკიცებულებების შეგროვება გააკეთეთ, ინციდენტების სკრინშოტები, ჩაწერეთ მიწერილი შეტყობინებები, შეინახეთ ყველა მტკიცებულება, რათა შეძლოთ სამართლებრივად თქვენი უფლებების დაცვა. თუ ჩვენ გვინდა ვებრძოლოთ კიბერბულინგს, ამისთვის პირველ რიგში სახელმწიფოებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რაც გულისხმობს, რომ მათ უნდა შეიმუშაონ კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სახელმწიფო სტრატეგია და განსაზღვრონ ინტერნეტ ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი. ამასთანავე კიბერბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ოჯახისა და სკოლის როლი. თანამედროვე თინეიჯერთა დაახლოებით 72% ონლაინ თამაშობს. ვიდეო თამაშების უმრავლესობა მათ საშუალებას აძლევს ნაცნობ და უცნობ ადამიანებს ეთამაშონ და თამაშის პარალელურად ჩათის საშუალებით ონლაინ კომუნიკაცია დაამყარონ, რაც რისკია იმის, რომ ვიდეო თამაში შესაძლოა კიბერბულინგის სივრცედ იქცეს. პრევენციისთვის აუცილებელია მოვიძიოთ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოებაზე. არ გაასაჯარობოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, მაგალითად ტელეფონის ნომერი, მისამართი, იმ წუთიერი ადგილსამყოფელი და სხვა. სოციალურ ქსელებში კონფიდენციალური პარამეტრებიდან აკონტროლეთ, ვის შეუძლია თქვენთან კონტაქტის დამყარება, მეგობრობის გამოგზავნა და სხვა. ნუ აღყვებით კიბერაგრესორ ადამიანებს ჩაგითრიონ საკუთარ თამაში და გავლენა მოიპოვონ თქვენზე. ნუ გაავრცელებთ კიბერბულინგის შემცველ მესიჯებს. შემჩნევის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითეთ შეწყვიტონ ბულინგი. თუ კი ამჩნევთ, რომ შესაძლოა მძიმე და ფატალური შედეგები დადგეს, აუცილებლად მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს.